იგო ჯერ მოუგო სწორედ გორის დილას, მერე მოუგო ქუთაისის ტორპედოს და მერე მოუგო დინამო თბილის. აქ ნახოთ შეყილაძე არის შეტევაში, დილა იწყებს ძალიან აქტიურად ჩვენიერი გადაცემა დამტყმა და ბუხუტი ფუტკარაძე ახერხებს საკმაოდ რთული ბურთის მოგერიებას და კიდევ ერთხელ განმეორებით ეს მშვენიერი კომბინაცია, ძალიან კარგი გადაცემა, ზუსტი და ბუხუტი ფუტკარაძე გახდა საბოლოოდ ამ ეპიზოდის გმირი. შეყილაძე მეთიშაშვილის დუეტმა შექმნა ეს ეპიზოდი თავიდან წარმატებული და რა თქმა უნდა მხარდაჭერას არ მოაკლებს ქართული გულშემატკივარი ქართულ კლუბებს და იმედია მოასწრებენ ოპტიმალურ ფორმაში შესვლას მოახლოებულ ევროტურნირებამდე. აქ სპაერია შეტევაში დაარტყმა და გადაურჩა გორის დილა გოლის გაშვებას რასიმწვავისაც დილას მოთამაშეებმა შექმნეს მარჯვენა ფლანგიდან ჩაგუნავამ ჩააწოდა. აქ უმეტ ვაყურებთ დატოვეს ცეცხლაძე და კინაღამ ისარგებლა მეცხრე ნომერმა ამ ეპიზოდით, ასე რომ მომენტების კუთხით გათანაბრდა სრულად ვითარება და ჯერჯერობით სრულად თანაბარ თამაშს ლიგაში. ბევრისთვის შეიძლება მოულოდნელად რუსთავი ფაქტობრივად იბრძვის ჩემპიონობისთვის. აქ ცეცხლაძე ასრულებს დარტყმას და ეს უკვე მეორე მცდელობაა ცეცხლაძის შესრულებით აწეული და ეს რა თქმა უნდა უკვე მომავალ წარმატებებსაც ავტომატურად ნიშნავს. აქ მარჯვენა ფლანგიდან საკმაოდ სახიფათო იერიში დილას შესრულებით ბოლო წუთებში სპაერი აქტიურობდა დარტყმა მეთეშაშვილის მხრიდან და კიდევ ერთი გოლი ამ სეზონში რიგით მეხუთე ისედაც საუკეთესო იყო თავისი გუნდის შემადგენლობაში მეთეშაშვილი და აქაც ახერხებს გატანას თუ და აქ უბრალოდ არ ჩაითვალა ეს გოლი. ხო, არ ვიცი, აქ მე მგონი ეს გოლი ჩაითვლება ყოველ შემთხვევაში დაველოდოთ მომენტთა განვითარებას. აქ რაიმე დარღვევას ადგილი არ ქონია ყოველ შემთხვევაში. ირაკლი შენგელიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება. გოლია. ხო. ვისა? ნახოთ საბოლოოდ რომელი გუნდი აღმოჩნდება გორის დილას. მეტოქე ჩაწოდება საჯარიმოში, რა კარგი შანსი. რა კარგი შანსი მიეცათ აქ თბილისელებს და ამ შემთხვევით აღწევს იმას, რომ საქართველოს თასიც აქვს მოპოვებული და ევროტურნირებზეც მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა თბილისურმა გუნდმა და ახლა უკვე სადებიუტო სეზონსაც ატარებს 2026 წელს ეროვნულ ლიგაში. თბილისის ღია ლიგა 2017 წელს, მერე 2018 წელს რეგიონალური ლიგა 2009 თამაშებისთვის 2-3 პასი კეთდება მოკლე და მერე ისევ უკან მოედნის ცენტრისკენ უწევთ ბურთის დაბრუნება თბილისელ მოთამაშეებს, რათა ბურთი შეინარჩუნონ. აი აქ გავიდა პასი ცეცხლაძე და დარტყმა თუ გახორციელდება. გახორციელდა და შედეგად ანგარიში გათანაბრდა კიდეც. შესანიშნავად გამოიყენეს ეს ერთ-ერთი იშვიათი შანსი. ძირითადად ცეცხლაძე იყო ხოლმე დამაგურგებელ ფაზაში. ამ შემთხვევაში მან გააკეთა საგოლე გადაცემა საჯარიმოს გარეთ. იმყოფებოდა იგი მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა მეცხრე ნომერმა და იქ ასხლეტაც იყო და დასწრებაზე მშვენივრად ითამაშა ცალუღელაშვილმა და გაიტანა პირველი გოლი ამ სეზონში. ეს მისი მერვე მატჩია. თან ძალიან მნიშვნელოვანი გოლი, რომლითაც სპაერი ტოვებს გასავარდ ზონას და მოდის სამშვიდობო პოზიციაზე, მეშვიდე პოზიციაზე 22 ქულით. რადიკალურად იცვლება მოვლენები. თამაში დაიწყო მსგავსი სურათით, სპაერი იყო მეშვიდეზე, თუმცა ამ ეპიზოდშიც არ გაუმართლა დილას ფორვარდს. კიდევ ერთხელ განმეორებით, აქ რომ ბურთი ზუსტად წასულიყო კარში, მეკარეს გაუჭირდებოდა ამ ბურთის მოგერება დამეთანხმებით. საკმაოდ ახლო წერტილი მეორე ტაიმში, დარჩენილი დროის განმავლობაში ამ კუთხით ვითარება დადებითისკენ შეიცვლება ჩაწოდება საჯარიმოში და ეუფლება ბურთს ფუტკარაძე. ცეცხლაძის გადაცემის შემდეგ ცალუღელაშვილმა შეძლო ანგარიშის გახსნა. აქ გავიდა უკვე ეს პასი და შეიძლება გოლიც გავიდეს და ბუხუტი ფუტკარაძე თამაშობს მშვენივრად ამ ეპიზოდში და ხო იქ არ ვიცი იყო თუ არა თამაშგარე ეს ეპიზოდი გადაიხედებოდა თუ არა. ფაქტი ერთია, რომ ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან მოახერხეს დილას მოთამაშეებმა გოლის გატანა. იყო რა თქმა უნდა ვარიანტი რომ პასიც გაკეთებულიყო. თუმეტეს რომ მეკლს გამართული მატჩი და წააგო თბილისის დინამოსთან დედაქალაქური დერბი, მაგრამ ბოლო პერიოდში სპაერი ნამდვილად
კარგ ფორმაშია, შეგვიძლია ვთქვათ, მომენტი, რომელსაც ლაშა მეთეშაშვილი აქცევს გოლად, ასრულებს დუბლს და გააქვს მეექვსე გოლი ამ სეზონში ჯამში, მეცხრე საგოლე მოქმედება და ზენჯერმე უნდა ვნახოთ ეს ეპიზოდი განმეორებით აქ. მცირე სივრცე იყო საჯარიმოს მისადგომებთან და ამ სივრცის დატოვება მეთეშაშვილმა არაპატია მეტოქეს შესანიშნავად შეასრულა ეს დარტყმა უძლიერესი ალბათ იყო აუღებელთა კატეგორიიდან დამეთანხმებით. კოფი ბუანსი ბოლომდე იბრძოლა ამ ბურთისთვის და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა, შეგვიძლია ვთქვათ აქტივში. ესე მიზანმიმართულად შესაძლოა პასი არ გაკეთებულა ამ ეპიზოდში მეთეშაშვილის მიმართულებით, მაგრამ აი მორთა ბრძოლაში საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ კოფი ბუანსიმ საგოლე გადაცემით მოამარაგა გოლის გატანა მოახერხა. სადებიუტო სეზონი ასეთი უნდა შეგვიძლია ვთქვათ. 6 გოლი, 3 საგოლე გადაცემა, არასრულ 18 შეხვედრაში. შოთა შეყილაძეს შეეძლო აქ უკვე სიმშვიდის გოლის გატანა. ანუ მას მისძლებმა ეპიზოდი განმეორებით აქ ეკრანებზე. ძალიან კარგად იმოქმედა აქ შეყილაძემ. ეკარისაგან მარჯვენა დაბალკუთხისკენ გაუშვა ბურთი, მაგრამ არ გაუმართლა აქ უკვე მერამდენ პრინციპში ამ შეხვედრაში გადაცემა შეასრულა და ბათუმის დინამოსთანაც შეძლო იგივე გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება. აქ მოსელიანმა გააკეთა შესაძლოა ასევე საგოლე პასი. მეთეშაშვილი ცდილობდა ჰეტრიკის შესრულებას, გაცილებით უფრო პროდუქტიულად შეიძლებოდა ამ ეპიზოდის გამოყენება, მაგრამ აქ მაინც ახერხებენ დილას მოთამაშეები გოლის გატანას და გატანილი გოლის ავტორი ხდება აბდულმალიკ ოლატუნჯი. ჩნდა სწორედ აი ამ მომენტზე ვსაუბრობ და აქ მერე უკვე ჯალაღონიამ იმდენად კარგად ჩააწოდა ბურთი, რომ ოლატუნჯის აღარ გასჭიროებია გოლის გატანა. კიდევ ერთხელ განმეორებით ეს ჯალაღონიას საგოლე გადაცემაა და ამ გოლში მან უდიდესი როლი შეასრულა. ეს ჯალაღონიას მეორე საგოლე პასია ამ სეზონში. ასე რომ გორის დილა ძალიან მნიშვნელოვან მონაკვეთში ამ სეზონისა, მონაკვეთში როდესაც უკვე კარს არის მომდგარი ევროგას და მოთამაშეებს ეძლევათ შანსი ამ შეხვედრაში თავის გამოჩენისა. მშვენიერი გადაცემა, ლაშა მენთეშაშვილის პასი და რა კარგი ეპიზოდი იყო. თუმცა არ გაუმართლა ამ შემთხვევაში უკვე ზურაბ ბუსელიანს, რომელიც ძალიან კარგად ჩაერთო თამაში და საბა ძნელაძე შემოვიდა მოედანზე, რომელსაც დებიუტი იქნება ეროვნულ ლიგაში და ჩაგუნავას ნაცვლად გააგზელებს ამ ქულაში. სპაიერი კი მერვე პოზიციაზეა 21 ქულით. შეხვედრა დასრულებულია, მიულოცოთ გორის დილას გამარჯვება, ორივე გუნდს რა თქმა უნდა წარმატებები